მადლობა შესაძლებლობისთვის. ორგანიზატორი ცხადია, ვინც არის მთელმა საქართველოს მიხილა კადრები, როგორ არიან ჯგუფურად ჩეკეტილი ჯერ კახა კალაძის შტაბში და მე როგორ ჯგუფურად გამორბიან იქიდან და ურტყამენ ადამიანებს, ქალებს, ბავშვებს და ასე შემდეგ. ორგანიზატორი და შემკვეთი ცალსახად არის ქართული ოცნება, კობახიძე, კალაძე და ზოგადად ეხა ამაში ახალი ქართული ოცნების მხრიდან არაფერი არ არის. ხო 13 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტი გვინახავს, ასე ორგანიზებული, არაერთხელ გვინახავს პოლიცია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაჩმორებული, აი წარმოუდგენელი კადრები იყო პოლიციელს, რომელსაც ხელი გაარტყეს, აფურთხეს, ბოთლი ესროლეს და მერე გამოდის ეს პოლიციელი და იძახის, რომ თურმე არაფერი არ მომხდარა. ანუ რეალურად პოლიცია, რომელიც ახლა ტიტუშკებთან დაკავშირებით ხო გასაგებია, მაგრამ ერთდროს საამაყო პოლიცია აქციეს, აი თავმოყარეობა გათელილ ადამიანებად ქართული ოცნების დანამატებად. ეს ვნახეთ, ახლა მე წარმოუდგენელია ღირსეული პოლიციელი თუ ვინმე დარჩენილი არის ახლა პოლიციაში, გუშინ ამ კადრებს უყურებდეს და არ ქონდეს უბრალოდ იმის შეგრძნება, რომ თავმოყარეობა შეელახოს. ეს ყველაფერი რეალურად რაც გუშინ ჩვენ ნახეთ, როდის აკეთებს ამას მაკა ხელისუფლება, ხო, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. აკეთებს მაშინ, როდესაც მას ეშინია და როდესაც მას არ აქვს ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქეებში და ის ამას გრძნობს. თორე წარმოიდგინეთ ახლა ხელისუფლება, რომელმაც იცის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მის მხარეს არის, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია, რომელიც არის შვიდად და რომელსაც ამ მიმართულებით არაფერი სანერვიულო არ აქვს, აი იმას, რასაც ახლა რაც გუშინ ქართულმა ოცნებამ გააკეთა, არ გააკეთებდა. ნამდვილად ეს არის სისუსტის გამოხატვა ქართული ოცნების მხრიდან და ეს არის მცდელობა, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეებს ანახონ, რომ რეალურად თუ ვიღაცა წინააღმდეგობას გაბედავს, მაშინ მათ ის მოუვათ, რაც გუშინ გააკეთეს. მაგრამ ახლა რეალურად გუშინ რა ვიხილეთ, გუშინ მე იქ რეალურად ვნახე ესეთი სურათი, რომ შეშინებული აქტივისტები ნამდვილად არ იყვნენ, მიუხედავად იმ ძალადობისა, რა ძალადობაც მოხდა, მაგრამ მეორე მხარეს კი ნამდვილად იყვნენ შეშინებული არაკაცი პოლიციას ამოფარებული ტიტუშკები, რომლებიც მხოლოდ მაშინ არიან მაგრები, როდესაც მათ წინ პოლიცია დგას და ჯერ რა კაცობა არის, რა ქართველობაა, ქალისთვის ხელის დარტყმა რა ქართველობაა, წაქცეულს 10 და 20 უტყამს რა ქართველობაა, ან საერთოდ რა კაცობაა და ახლა იმ კადრებზე არ ვილაპარაკებ, უბრალოდ რაც მთელმა საქართველომ ნახა, ეს რაღაცა წარმოუდგენელი უხამსი ჟესტიკულაცია ქართული ოცნების წევრების, რაც არის რეალურად მათი სახე. ხა არ ვიცი ეს რა ჯიში არიან, საერთოდ რა ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა რაღაც ეთნიკურად ქართველების, მაგრამ რეალურად არაფერი საერთო მათ ქართველობასთან ამ ადამიანებს არაფერი არ აქვს, მაგრამ ეს ადამიანები არ არიან ბევრი. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მათ უნდათ რომ შექმნან ილუზია, რომ ისინი არიან ბევრი და შესაბამისად აი ამ თავიანთი სიმრავლით მოერევიან პროტესტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და რეალურად ესე არ არის. ეს არის მაქსიმუმ ესე ალბათ 500-მდე ადამიანი ამ ტიტუშკების, რომლებიც მაგრები არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც არიან პოლიციასთან ერთად, მაგრამ ჩვენი პასუხი რა უნდა იყოს ამ ყველაფერზე? ეს არის აქ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პასუხი უნდა იყოს წინააღმდეგობა. კი ბატონო, აი სანამ პასუხს დეტალურად ჩავშლეთ, იმიტომ რომ ბევრი საპროტესტო აქცია არის დაანონსებული დღესაც მათ შორის სექტემბრის ბოლომდე 4 ოქტომბერს და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ არის შეშინებული ქართული ოცნება. რისი ეშინია ასე ძალიან მართველ პარტიას? თითქოს და გვიმტკიცებენ, რომ ძალაუფლება მათ ხელში, არჩევნები მოგებული აქვთ, რომ გაფორმებული აქვთ ხელისუფლება და ასე შემდეგ. რისი შიში აქვთ? ეს არის შიში 4 ოქტომბრის არჩევნების, თუ ეს არის შიში, რომ პროტესტი იზრდება? არა. მადლობა. პირველ რიგში არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. ამ ქვეყანაში არის მხოლოდ ერთადერთი, ეს არის რუსული სპეცოპერაცია. რუსული სპეცოპერაცია ტარდება რეალურად 4 ოქტომბერს ეგრეთ წოდებული არჩევნების სახით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რო არჩევნები არ არის, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არჩევნების დღის 4 ოქტომბრის, როდესაც დიდი პროტესტია დაანონსებული. კი ბატონო, მე ესე ვიტყოდი აუცილებლად, რომ პირველი ეშინიათ პირველ რიგში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ იციან რომ მათ არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია. კაი, ერთია ეხა პროპაგანდა, ხო, რის გავრცელებასაც ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი მომხრები დაამშვიდონ, მაგრამ მეორეა, რაც გულისიღმეში მათ ძალიან კარგად იციან, ჩემზე და თქვენზე უკეთ იციან, მათ რის ფასად დასჭირდათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოპარვა და მითვისება, რის ფასად უწევთ ეხლა, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ. იმის გათვალისწინებით, რაც შიგნით ხდება, ეხლა შიგნითაც ყო ერთმანეთი დახოცეს, ეხლა იქ დინარაძე და ჯერ ხო გომელაური, რიჟვაძე, ლილუაშვილი და ერთმანეთს ატყავებენ და ეს გუშინ ძლევამოსილი ადამიანები აგერ დასაჭერად ყავთ გამზადებული, მაგრამ ასევე შიგნით კალაძე, კობახიძე,
იმას მდინარაძეს შორისაც მიმდინარეობს ის, რომ ერთმანეთს ჭამენ და ერთმანეთს ხოცავენ და ეგრეთ წოდებული პადნოშკები აქვთ ერთმანეთთან და ბიზნესთან ერთმანეთს ასმენენ. რეალურად ეს მოცემულობა აქვთ, ხო? ამ მოცემულობაში მათ ახლა ჭირდებათ, რომ ყველას თან ანახონ ამის პარალელურად, რომ ძალაუფლება არ დაკარგონ და რაღაცა შეინარჩუნონ, რომ მათ იმის ძალა შესწევთ აი ამ ძალადობით, რომ რაღაც შეინარჩუნონ, მაგრამ ვერაფერიც არ შეუძლიათ რეალურად. იმიტომ რომ ეშინიათ კი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ არ ეშინია ის ხელისუფლება, ჯერ ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა. რომ ეშინია ის ხელისუფლება და მართალი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ თუნდაც განსხვავებული აზრი ქონდეს, იმას არ დაორგანიზებს, რაც გუშინ დაორგანიზა, ხო? ეს არის რეჟიმი უბრალოდ, რომელიც ცდილობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და ამ ძალაუფლების დაკარგვის ეშინია. ეშინია, რა თქმა უნდა, აქციების და განსაკუთრებით 4 ოქტომბრის ეშინია. მე ვთვლი, რომ ყველა აქციაზე, აი დღეს დაანონსებულ აქციაზე, 13-ში დაანონსებულ აქციაზე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს 28-შიც და 10-ის შემდეგ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ნაციონალური მოძრაობა ვიყავით პირველი ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც ვამბობთ, მაგრამ რომ ესენი არანაირი არჩევნებით არ წავლენ და არანაირი პეროთი არ წავლენ, იმიტომ რომ ეს კი არ არის უბრალოდ ცუდი ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი, რუსული რეჟიმი, რომელიც უნდა გაყარო. ეხლა ეს განსაკუთრებული ისტერიკა 4-თან დაკავშირებით რატო აქვს? ახეთ აქვთ, იმიტომ რომ ეშ ხომ ნახულობთ ეხლა ამ რიტორიკაშიც იქ რომ მუხარებია რომ აბა გაბედეთ 4-ში რაღაცა ქენით და რაღაცა. იმიტომ რომ უცებ მაშინ როდესაც ეგონათ რომ სიტუაცია ნორმალიზებული ქონდათ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ორი ოპოზიციური მოღალატე პარტია, ერთი გაქცეული გერმანიაში და მეორე კიდე გუშინ შეწყალებით გამოსული, ძალიან უხერხული შეწყალებით ციხიდან ამ სპეცოპერაციას, რუსულ სპეცოპერაციას უправებენ, მათ ეგონათ ძალით ვერ დარჩებოდნენ ციხეში. არა, მესმის ახლა რადიატორზე თავს კი ვერ მიიბამდნენ რომ გამოუშვეს, მაგრამ ნუ მინიმუმ ძალიან უხერხული შეწყალებაა და ყველა ძალიან კარგად გვესმის რომ რუსული სპეცოპერაციაში მონაწილეობა რო არა, ეს შეწყალება არ იქნებოდა და ეს თავისი პირი თქვა ხაველაშვილმა. მაშინ როდესაც ადამიანები, რომლებმაც ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე ვარ ითქვა, ციხეში არიან. ეხლა რატო ამბობ? როდესაც ბიძინა ივანიშვილს ეგონა რომ რაღაცა ნორმალიზებული აქვს, ნახე რაღაცა საარჩევნო პროცესი თითქოს შეგდა. იქ ორი ოპოზიციური პარტია გადაკერა, აგერ ეს გერმანიაში გაქცეული გახარია იძახის, რომ პარლამენტშიც შეიძლება შევიდე და ასე შემდეგ. უცებ აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერში როცა ეგონა რომ ნორმალიზებას ახდენ სიტუაციის, უცებ 4 ოქტომბრის თემა საქართველოს მოქალაქეებში აიწია ისე რომ გააერთიანა ძალიან ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის სხვადასხვა საზოგადოებრივი 4 ოქტომბერმა შექმნა დიდი მოლოდინი, როგორც ქართულ ოცნებაში, ალბათ დამეთანხმები, ასევე საზოგადოებაში, ხო? მუდმივ იმიტომ რომ თითქოს და გარჩნდა განცდა, რომ ეს უნდა იყოს მინიმუმ დასასრულის დასაწყისი რეჟიმისთვის, ხომ ასეა? რას უნდა ელოდოს საზოგადოება 4 ოქტომბერს? რა იქნება ისეთი, რაც მინიმუმ დასასრულის დასაწყისად აქცევს რეჟიმის ცვლილებას? მადლობა, ჩვენ მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ, რა იქნება 4 ოქტომბერს? ეს დამოკიდებული არის თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე. ჩვენ ამ 13 წლიანმა აქციების გამოცდილებამ გვანახა ის, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მრავალათასიანი შეკრებები შედეგი დასრულდეს. ამიტომაც 4 ოქტომბერს მოლოდინი უნდა იყოს ერთი, პირველ რიგში საკუთარი თავის უნდა ირწმუნონ საქართველოს მოქალაქეებმა. უნდა ირწმუნონ მათ შორის იმ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც გონიათ, რომ ამ რეჟიმს მოკლედ, რასაც ამტკიცებენ, რომ ამ რეჟიმს მოკლედ ვერაფერი ვერ მოერევა და მარადიული არიან ესენი და ბერაშვილიშვილი უნდა ყავდეს და მაგას უნდა ველოდოთ. საკუთარი თავის ირწმუნეთ პირველ რიგში. 4-ში ხალხი შეიკრიბება და სხვა აქციებისგან განსხვავებით აღარ დაიშლება? ხეთ მე შემიძლია გითხრათ ერთი, რომ ის რა იქნება 4-ში დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეებზე და თითოეულ ჩვენთაგანზე. ყველა იმ ადამიანზე, ვინც აქ ვიქნებით. 4-ში ჩვენ შეგვიძლია მრავალათასიანი საქართველოს მოქალაქეები, ოღონდ ხაზს უსვამ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც წინააღმდეგობას გაწევენ, თუ გაბედავს ბიძინა ივანიშვილი და სპეცრაზმი, რომ ხელი აღმართოს საქართველოს მოქალაქეებზე. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის კონსტიტუციური უფლება, ეს არ არის ხელისუფლება და ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, შესაბამისად ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება, მრავალათასიანი საქართველოს მოქალაქეები, მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები. ერთმუშტად და ერთ ორგანიზმად ჩაკრული საქართველოს მოქალაქეები, რომელიც იმის შესაძლებლობას არ მისცემენ, მაგათ თქვენ რომ იდგები და სპეცრაზმი რომ თქვენს ხელს მოიქნევს, უბრალოდ ხელი გაგარტყან და დაგიცავენ. იმის შესაძლებლობას რომ არ მივცემთ ყველა ერთად, რომ რომელიმე აქციის მონაწილე დააკავონ და იმის შესაძლებლობას რომ არ მივცემ, რომ დაარბიონ აქცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ პირობებში, ამ ორგანიზებულობით, ამ ბრძოლის უნარიანობით, ამ ერთიანობით და იმის შეგნებით, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბრძოლით, ჩვენი წინააღმდეგობის გაწევით მშვიდობიანად ამ რეჟიმის ჩამომხობა აი ამ სულისკვეთებით 4 ოქტომბერს ჩვენ შეგვიძლია რომ რეჟიმის დასასრული დადგეს და ეს დამოკიდებულია
თითოეულ ჩვენთაგანზე და თითოეული ჩვენთაგანის ბრძოლაზე. ამიტომაც საქართველოს მოქალაქეებს, ყველაზე საქართველოს მოქალაქეები დღეს არიან უმრავლესობაში, ვისაც ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა უნდა და არა რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველა აქციაზე, რომელიც დღეიდან 4 ოქტომბრამდე იგეგმება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იყოთ ძალიან ბევრი. ჩვენი мотиваცია კი ნამდვილად არის, რომ 4 ოქტომბრის მრავალათასიან აქციაზე ჩვენ შევძლოთ რეჟიმის დასრულება. ბევრი რაღაც არის საქართველოს მოქალაქეებზე დამოკიდებული. ჩვენ ვიქნებით როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქეები, ვიბრძოლებთ რეჟიმის წინააღმდეგ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად დაემხოს და გავისტუმროთ. მადლობა, ანი წითლიძეს ვუსმენდით დღის ამბებში პირდაპირ